ოცნების სასამართლომ სინდისის კიდევ ერთ პატიმარს მიუსაჯა 4 წელი არჩილ მუსელიანცი მოსამართლე გიორგი არევაძემ ციხეში 4 წლით გაუშვა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა, მანამდე სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა თვითონ ბრალდებულმა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს სინდისის პატიმარმა სხდომაზე ილაპარაკა შანტაჟზე, წამებაზე, იძულებაზე. მუსელიანს რუსთაველის გამზირზე სათვალთვალო კამერის კაბელის დაზიანებაში ადანაშაულებდნენ, თუმცა საქმეში დევს მხოლოდ პროპაგანდისტული ტივის ვიდეო ჩანაწერი, საიდანაც არ დგინდება, რომ პირი, რომელიც კაბელს აზიანებს, ნამდვილად არჩილ მუსელიანცია და არ ჩანს ცეცხლის მოკიდების ფაქტიც. გიორგი კვიჟინაძე ესწრებოდა სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში, ის მოგვიყება ამ საქმის დეტალებს. სოფოს რამდენიმე წუთის წინ დასრულდა არჩილ მუსელიანცის სასამართლო პროცესი. მოსამართლე გიორგი არევაძემ ის 4 წლით გაუშვა პატიმრობაში დამნაშავეცნო მაშინ, როდესაც ადვოკატების მტკიცებით დღესაც დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ადვოკატი ამტკიცებდა იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას არ გააჩნდა უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა არჩილ მუსელიანცის დანაშაული. საუბარია დანაშაულზე, როდესაც პარლამენტის წინ პროკურატურის მტკიცებით თითქოს და არჩილ მუსელიანცმა კაბელებს წაუკიდა ცეცხლი, რამაც გამოიწვია პარლამენტის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების დაზიანება. ერთადერთი მტკიცებულება, რაც შეიძლება ითქვას, რომ ჰქონდა პროკურატურას, არის პოსტივის მიერ გავრცელებული კადრები, ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც არ ირჩევა ეს ნამდვილად არჩილ მუსელიანცი იყო თუ ვინმე სხვა პირი და შესაბამისად ამაზე აპელირებდნენ ადვოკატები და ეს მოყავდა მტკიცებულებად სწორედ პროკურატურას. როგორც ასევე ცნობილია, ამ კადრებს ჩაუტარდა ექსპერტიზა და ექსპერტიზამაც თქვა, რომ ეს კადრები იყო დამონტაჟებული, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძე მაინც მიიღო გადაწყვეტილება და ახალგაზრდა ბიჭი მრავალი წლით გაუშვა, 4 წლით გაუშვა პატიმრობაში. თავად არჩილ მუსელიანცაც ჰქონდა საბოლოო სიტყვა, მან ისარგებლა საბოლოო სიტყვის უფლებით და განაცხადა, რომ პირდაპირ ეთერში გაგესაუბრებით, სანამ საერთო კომენტარზე დადგებით, თქვენ ხართ არჩილ მუსელიანცის ოჯახის წევრი, ფაქტობრივად დედობილი. როგორ შეაფასებდით ამ სასამართლო გადაწყვეტილებას და რეალურად იმ ფონზე, როდესაც მტკიცებულებები არ გაჩნდა და კადრები იყო ერთადერთი, რომელიც ასევე იყო დამონტაჟებული, ხომ? როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას? რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არ არის კეთილსინდისიერი. ეს გადაწყვეტილება არის მიკორძოებული. გადაწყვეტილება არის ეს ბიძინას ბრძანების შედეგი, რომ ყველა ვინც დაჭერილი ყავთ და აქციაზე იყვნენ, უნდა მიცენ გამამტყუნებელი განარჩენი და არც მოველოდით, ნამდვილი გითხრათ, ნამდვილად არ მოველოდით. მე რაღაც ცოტა რაღაც 1% უშვებდი, მაგრამ არჩილს აი წინასწარ ქონდა არჩილს წერილი დაწერილი, რომ გამტყუნებდნენ, თქვენთვის მოქალაქეებისთვის. მოგესალმებით მეგობრებო. მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ცხოვრების რთულ ეტაპზე გვერდში დგომისთვის. ამ წერილს წინასწარ ვწერ, იმიტომ რომ ვიცი მომისჯიან, მაინც შეასრულებენ ამ დავალებას. ჩემს სამშობლო პატიმრობის განცდებს გეტყვით, საერთოდ არ განვიცდი, რადგან საპირისპიროდ ქვეყანაა და მისი მომავალი. 6 წელს რომ მომისაჯონ, მე მზად ვარ მოვიხადო უსამართლო საშელი, იმიტომ რომ სამშობლოა ჩემთვის ღირსება. ერთ გთხოვთ მხოლოდ, იბრძოლეთ. წარმოიდგინეთ, როგორ საქართველოში ვიცხოვრებდი, თუ კი გენერალი მაზმიაშვილი დანებდებოდა და ილია ჭავჭავაძე, როგორი საქართველო იქნებოდა, რომ არაზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავაც ბრძოლა. როგორ საქართველოში ვიცხოვრებით, რომ არა შინდისის გმირების სულისკვეთება და როგორი იქნებოდა საქართველო გიორგი ანწუხელისის გარეშე. ისინი ლამაზ, ბედნიერ დამოუკიდებელ საქართველოს იბრძოდნენ. ჩვენც ამისთვის ვიბრძვით და ამას აუცილებლად მივახცევთ. ჩვენ ამას შევძლებთ. მიყვარხათ ყოველივე თქვენგანი, მიამაყებით ყოველივე თქვენგანი. გაუფრთხილდით ერთმანეთს. გიყვარდეთ ერთმანეთი, სამშობლო ხომ სიყვარულია, სამშობლო ყოველივე თქვენგანია. შევხვდებით რუსთაველზე.
იქ ვიზეიმებთ გამარჯვება, სადაც ყველაფერი დაიწყო. პატივისცემით არჩილ მუსელიანცი. კაიგით, მადლობა ქალ. თქვენ პირდაპირ ეთერში ისმენდით არჩილ მუსელიანცის ოჯახის წევრის დედობილის განცხადებას და მან წერილი წაიკითხა არჩილ მუსელიანცის და საზოგადოებას მოუწოდა სინდისის პატიმარმა რომ არ დაანებდნენ და იბრძოლონ ბოლომდე ქვეყნის თავისუფლებისთვის. ადვოკატს გავესაუბრებით ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც სამართლებრივი კუთხით შეგვიფასებს მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას. მოგესალმებით დიმიტრი, რომ შევაფასოთ მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილება. ამ მთელი თითქმის 9 თვის განმავლობაში თქვენ აპელირებდით რომ მტკიცებულებები არ არსებობს. ერთადერთი მტკიცებულება რაც ჩაითვლება თუ არა მტკიცებულებად ესეც აიჭვა ხომ არის პოზიტივის მიერ გავრცელებული ვიდეო კადრები რომელიც არის დამონტაჟებული და ფაქტობრივად სახეც კი არ ჩანს იმ მოქალაქეს რომელიც ცეცხლს უკიდებს კაბელებს ხომ ცეცხლის საკიდების ეპიზოდიც არ ჩანს ხომ აი ამ ფონზე როდესაც 4 წლით უშვებენ ახალგაზრდა ადამიანს ციხეში რაზე მიანიშნებს და რაზე მეტყოლებს ეს რაზე მეტყოლებს და ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის თავისუფალი თავის მოქმედებებში და გადაწყვეტილებებში ჩვენთვის უცხო არ ყოფილა დღევანდელი განაჩენი იმიტომ რომ რეალურად ველოდებოდით კიდეც და პარადოქსი ისაა რომ ზუსტად ვიცოდით უბრალოდ ხვდებოდით რამდენი წელი იქნებოდა განაჩენის სახით ამ სასჯელის სახით გამოტანილი რაც შეეხება დასაბუთებას მომავალში გავიგებთ თვითონ მოსამართლე რომელ მტკიცებულებებს და ეყრდნობ ჭყალებში მტკიცებულებებს იმიტომ რომ მთლიანი სისხლის სამართლის პროცესი იყო აგებული ამ ვიდეოზე ამ ვიდეოს გარშემო ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც იყო დამონტაჟებული და ექსპერტმა ვერც კი უარყო ეს სასამართლო დარბაზში და თვითონვე თქვა ექსპერტმა, რომ მას არ შეუმჩნევია მონტაჟის კვალი, მაგრამ ფაქტის წინაშე როცა დავაყენეთ, უკვე აღიარა ყველაფერი, სასამართლომ როგორც ჩანს, მაინც მიიღო მხედველობაში, რეალურად პრაქტიკულად მოსამართლეს ჰქონდა ორი არჩევანი. ან ექსპერტიზის დასკვნები არასანდო არამყამტკიცებულებად უნდა გამოეცხადებინა და ამით დაპირისპირებოდა რეჟიმს ან უნდა მიიღო მხედველობაში და გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი. არც გადაკვალიფიცირების შანსი იყო და არაფერი სხვა სამართლებრივი გამოსავალი აქ არ არსებობდა. გამტყუნების შემთხვევაში ზუსტად ველოდებოდით იმას, რაც გამოაცხადა. ასე რომ ჩვენი პროგნოზები გამართლა სამწუხაროდ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ეს გადაწყვეტილება გასაჩურდება ბუნებრივია და სტრასბურგშიც წავა საქმე ხო? რა თქმა უნდა, აი მაგასთან დაკავშირებით კიდევ მინდა გითხრათ ის რომ ჩვენს მიერ ჯერ კიდევ წინა წლის მიწურულს გამოთხოვილი იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან არჩილ მუსელიანცის შესახლების დროს მასთან ჩატარებული სამედიცინო დოკუმენტაცია, ანუ კვლევები, რითიც დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი იყო ნაცემი, მას ჰქონდა ტვინის შერყევა, დღემდე აღნიშნული დოკუმენტაცია არ გადმოუცია და დღეს ცნობის სახით გადავეცით მოსამართლეს, რამდენჯერ მიუმართეთ ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის მხედველობაში, როგორ გადაგვამისამართეს სხვა უწყებებთან, შემდეგ მათ ისე იზოლატორში და ასე შემდეგ. ანუ პრაქტიკულად დაგვრცინოდნენ და ის მტკიცებულებები, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენთვის, უბრალოდ ფიზიკურად არ გადმოგვცეს. მადლობა ძალიან დიდი არჩილ მუსელიანცის ადვოკატს ისმენდით პირდაპირ ეთერში და სასამართლოზე როგორც გითხარით არჩილ მუსელიანცმა ისარგებლა საბოლოო სიტყვის უფლებით საკმაოდ საინტერესო განცხადება ჰქონდა მას როგორც იცით არჩილ მუსელიანცი დაკავების დროს გახდა პოლიციელების მხრიდან ძალადობის და ფიზიკური ანგარიშწორების მსხვერპლი მან ისაუბრა ამასთან დაკავშირებით ასევე პროკურორი დღესაც აპელირებდა სასამართლო პროცესზე რომ არსებობს დოკუმენტები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების რომელზეც ხელი აქვს არჩილ მუსელიანცს რაზეც პასუხი გასცა სინდისის პატიმარმა და თქვა რომ იმ სიტუაციაში რა სიტუაციაშიც იყო და იმ ფონზე როდესაც სასტიკად ძალადობდნენ მასზე მას სხვა გზა აღარ ქონდა რომ გარდა იმისა რომ ხელი მოეწერა ამ აღიარებით ჩვენებაზე და ასევე პროკურორსაც მიმართა და სასამართლოს უთხრა რომ ის არის უდანაშაულო და ჯობია მოძებნონ ის ადამიანი რომელმაც დაწვა კაბელები და უბრალოდ უდანაშაულო ადამიანებს ნუ გაწირავენ. ყოველი მოსვლის დროს ბრალდების მხარე მატყუებს და ამტკიცებს ხელის მოწერები იყო ნებაყოფლობითიო. თუმცა რაც მე მაქვს გავლილი ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ ქალბატონო პროკურორო რომ გაიაროთ. ჩემს ადგილას რომ იყოთ ხელს მოაწერთ კი არა კენედის მკვლელობას დაიბრალებთ. თავს არ ვცნობ დამნაშავედ შერჩევითა დაირჩიეს ბრალდებული. სჯობს ვინც რეალურად დაწვა კაბელები ის მოიძიონ. საქმეში დევს ტანსაცმელი რომელიც მეცვა მაგრამ არ ჩადეს ზედა რომელიც იყო სისხლიანი. რა ტანჯვა წამებაც გავიარე ამაზე აღარ ვისაუბრებ. გამოკითხვის ოქმებშია დეტალები. რითი მაშანტაჟებდნენ და მემუქრებოდნენ, მაწამებდნენ. მე დავასრულე ბატონო მოსამართლე.
მოკლედ ასეთია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გიორგი არევაძის გადაწყვეტილება. მან სინდისის პატიმარი არჩილ მუსელიანცი 4 წლით გაუშვა პატიმრობაში. როგორც ადვოკატისგან მოვისმინეთ, ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება ზემდგომ ინსტანციაში და როდესაც უკვე ადგილობრივ დონეზე ყველა სამართლებრივი ბერკეტი იქნება ამოწურული, საქმე წავა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. გარდა ამისა, არჩილ მუსელიანცი მოგეხსენებათ გახდა ძალადობის მსხვერპლი დაკავების დროს.